იურესალიმი ხელოვანთა არხის მაყურებლებს გასცნობთ, რომ 2026 წლიდან ხელოვანთა არხის მასალა აიტვირთება მხოლოდ YouTube-ზე. კომენტარებში დატოვეთ თქვენი კომენტარი და ლაიქეთ, მოვიწერეთ ვიდეო, უბრალოდ გადავერთოთ YouTube-ზე და თვალი ვადევნოთ ხელოვნებას. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და ხელოვანთა არხი YouTube-ზე წარმოგიდგენთ. ედმონდ გაბრიელ კალანდაძე დაიბადა 1923 წლის 4 მაისს. 1951-1952 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ომის შემდგომი პერიოდის ახალგაზრდა მხატვართა თაობის ერთ-ერთი მთავარი და მკაფიო ინდივიდუალების მქონე ფიგურაა. აკადემიაში სწავლისას ნოვატორული ძიებების გამო მკაცრად ისჯებოდა. 1955 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სამხატვრო აკადემიასა და შემოქმედებით სტუდიებში. 1960-იანი წლებიდან თბილისის საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენების მოწყობის ორგანიზატორი. საქართველოს კულტურის მინისტრი 1991-92 წლებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ახალი ეტაპის ფორმირების პროცესში ედმონდ კალანდაძის ხელოვნებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. მან და მისმა თანამოაზრეებმა წინა პლანზე წამოწიეს ყოფიერების, სოცრეალიზმისგან სრულიად განსხვავებული, ახლებური გააზრება და სახვითი ენის განახლების აუცილებლობა. ედმონდ კალანდაძის სახვითი ენა ემყარება რეალურ სამყაროს ფორმათა უაღრესად სპეციფიკურ ხედვასა და ფერწერულ გადაწყვეტათა ურთულეს სტრუქტურას, რომელთა ერთობა მის განუმეორებელ, ექსპრესიულად მძაფრ მხატვრულ სამყაროს ქმნის. ედმონდ კალანდაძის შემოქმედება მნიშვნელოვანი წილი შეიტანა თანამედროვე ქართული ფერწერის შემდგომ განვითარებაში. ედმონდ გაბრიელ კალანდაძე გარდაიცვალა 2014 წლის 13 აგვისტოს.